მეცადინეობა 30 პირველი ნომრის მე-11 ქვენომერი. ვიხილავთ განდოლებას. წილადი მრიცხველია 14 ნიშნული x კვადრატს მინუს 9 პლუს წილადი მრიცხველია 4 მინუს x ნიშნულია 3 პლუს x. უდრის წილადი მრიცხველია 7 ნიშნულია x პლუს 3 მინუს წილადი მრიცხველია 1 ნიშნულია 3 მინუს x. განდოლების მარჯვენა მხარეში მდგომი გამოსახულება გადმოგვაქვს განდოლების მარცხენა მხარეში. თანაც თითოეული წილადის ნიშნავს შლით მომრავლებას. x კვადრატს მინუს 9 დაშლით იქნება x მინუს 3-ის ნამრავლი x პლუს 3-ზე. მეორე წილადის ნიშნული 3 პლუს x რჩება უსვათ, ოღონდ იწერება x პლუს 3. ცხადია შეზაგრებთან ადგილის გადაანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მინუს 3-ას წილადი მრიცხველია 7 ნიშნული იგივე x პლუს 3. რაც ეს ხდება უკანასო წილადის ნიშნელია 3 მინუს x. თუ წილადის წინ ნიშანს შევცვლით მოპირდაპირეთი, მაშინ ნიშნელი გახდება x მინუს 3. ესე იგი უკანასო წილადი იქნება მინუს 1-ის ფარდობა x მინუს 3-თან და უდრის 0-ს. მივიღეთ ნიშნობით წლადის შემცველი განდოლებები. ადვილი შესამჩნევია, რომ ნიშნელთა უმცირეს საერთო ჯერადია x მინუს 3-ის ნამრავლი x პლუს 3-ზე. ესაა სწორედ საერთო ნიშნელი. საერთო ნიშნულს ყოფთ თითოეული წილადის ნიშნელზე და მიღებულს ვამრავლებთ მრიცხველზე. საერთო ნიშნელი გავყოთ x მინუს 3-ის ნამრავლი x პლუს 3-ზე, იქნება 1, ვამრავლებთ 14-ზე, იქნება 14. საერთო ნიშნელი გავყოთ x პლუს 3-ზე, იქნება x მინუს 3. გამრავლოთ მრიცხველზე 4 მინუს x-ზე, გვექნება 4 მინუს x-ის ნამრავლი x მინუს 3-ზე, მინუს 3-ას. საერთო ნიშნულს ყოფთ x პლუს 3-ზე, მიიღება x მინუს 3. ვამრავლებთ მრიცხველზე 7-ზე. მინუს 3-ას. საერთო ნიშნულს ყოფთ x მინუს 3-ზე, იქნება x პლუს 3. ვამრავლებთ 1-ზე, იქნება x პლუს 3. მაგრამ წილადის წინ რადგანაც მინუსია, თითოეული ნიშანს ეძებს და გვექნება მინუს x მინუს 3. ამის შემდეგ შევასრულებთ გამრავლებას. ესე იგი გავხსნით ცვლილებს. შევაერთებთ მსგავს წევრებს. მაშინ გამარტივებით მივიღებთ კვადრატულ განდოლებას x კვადრატს პლუს x მინუს 20 უდრის 0-ს. ამ უკანასკნელი განდოლების ამოხსნებია მინუს 5 და 4. ამრიგად თავიდან მოცემული განდოლების ამოხსნებია მინუს 5 და 4.